ჩემო დაზარალებულო კახელებო. არავინ მოგატყუოთ და არ გითხრათ, რომ ჩვენს გარდა თქვენი დახმარება ვინმეს გულით უნდოდეს. ყველაფერს ფულით ვერ გააკეთებ. ის მუმია ფულის გადმორიცხვას იმიტომ გვპირდებათ, რომ ზარმაცია და მუშაობა ეზარება. ამიტომ მე და მთავრობის წევრებმა გადავწყვეტეთ ჩვენ თვითონ ფიზიკურად დაგეხმაროთ. აბა, გითხარით, ვის რა გიჭირთ? დაგეხმარებით. ემანდუ სახურავო სახს რო ხედავთ, ჩემია ეგა. თუ გაგლიტოლა სეტყვები ცვიოდა, ეგ არაფერი. მაგრამ მაგ სახურავის გამკეთებლები მაინც არ ახართ თქვენა და მაგას მე მოული ჰო. მოვარდნილმა წყალმა ბუღა წამართვა. ძროხები უპატივცემულო და დამჩნენ. იქნება მიშველოთ რამე, ჰა? ეგ რა პრობლემაა? სადაა სოფლის მეურნეობის მინისტრი? აი, ეს დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში. მიდი, ზაზა, მიდი. გაანაყოფიერე. მაშვენახებს რა ვუყოთ? სულ ძირს დაგვიწვა. აღარაფერი დაგვრჩა. ერთი ქვევრი კონდა და ისიც გამიტყდა, ხო, ვენახების პრობლემასაც შეეხება, მაგას ეფექტურად მოგიგვარებთ. დაგირიგებთ ორტობარა ფქვილს, ერთ ბოთლ ზეთს და მაკარონს. ამით სრულიად აგიდაზღაურებთ მიყედებულ ზარალს. აი, ქვევრის გამთელების პასუხისგებლობას კი ჩვენს თავზე ვიღებ. მეც მიმიშვით პრეზიდენტთან. სათქმელი მაქვს. ნუ მიმათრევთ. გამიშვით. ქვევრი კახეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. აღშენებლობა და დანგრეული საღდგენა კი ყველაზე კარგად ჩვენ გამოგვდის. და საერთოდაც ჩვენ საშენებულს დასაგრევად ხელში არავის ჩაუგდებთ. ჩვენს 56 სართულიან სადამჯერებს და ეშმაკის პრობლემას არავის დავაგრევიათ. ნუ რას უკაცრავთ, წარსულის პოლიტიკოსებო, არაფერი გამოგივათ. თვითონეთ მე არცერთ წასვლას არ ვაპირებ. მოჩვენ გათავდა. ნაწყნარდი მიშა, წნევამ არ დაგარტყას 1 ოქტომბრამდე. მე პრინციპში სულ ერთია. რაო, რა თქვი, სულ ერთიაო? კაი, ახლა არ არის მაგის დრო. მოგხედო მაშინ. აბა, მომყევით, მივხედოთ საქმეს. მიშა, გავნებე მაქვევს თავი. გახსოვს, აი, საქართველოსაც ასე არ ეძახდი გავამთელებო, მაგრამ რა გამოგივიდა ხომ ხედავ? შეშვირა თუ კაცი ხარ, მაქვევრის 25%-იც არ დაკარგო. არა ვანგო, ეს ქვევრი იქნება საქართველოს გამთლიანების საწინდარი. აბა სად არის ჩემი სუპერწებო? მოვაწოდე სწრაფად. ეგ რომელი წებოა? აღარ მახსოვს. როგორ თუ რომელი? აი ის შევარდაძე რომ მაჩუკა 2000 წელს. არ გახსოვს? საპრეზიდენტო სკამზე რო დავასხიო. მიშა, დაიჭი. კახეთო, ჭებო კახეთო. არა, რაც მართალია. ქვევრის გამთელება და ზოგადად აღშენებლობა და გადახლება ყველაზე მაგრად გამოვდის. აი ბატონო, თავად ეხილეთ შედეგი. წავედი ახლა დიჩაილურში, სათხილამურო ტრასა და საერთაშორისო აეროპორტი უნდა გავხსნა. ეს რა ხდება? რატო ვერ გამოვდივარ? ვაიმე ვანო, გონი გავიჭედე. ვეღარ გამოვდივარ. რა ვქნა? მიშვიდე თვიმე. რას ქვია გაიჭედე? ახლავე გამოდი, 1000 საქმეა გასაკეთებელი. ასაფრენებელი კი გვაქვს გასახსნელი. ჩაილურის აეროპორტის, რა ქვია იმას, მეოთხე ტერმინალში. მომისმინე, აბა, ხელები გამოყავი ერთი, დამენახე. ვაიმე, რა მძიმეა შეჩვენებული. ვაუწყდი წელში კაცი. არა, ასე არაფერი გამოდის. აი ახლა მომისმინე, ყველაფერი გაიხადე და ფეხებით წამოდი დაუყოვნებლივ. აი, სულ ყველაფერი გავიხადე. არა, ამას ვერ მოგცემ. საოჯახო რელიკვია. მიდი მიშაბა, გამოდი ფეხებით, ხო? ეგ ვიღას ფეხებია, მიშა. ამნერვიულდი კაცი. მოსეთებს რომ ხედავ. მელეთები მემართება. ბოდიში ვანო, ბოდიში. ახლა ვეცემ. ვაიმე. დაჭერდი. ტკიო ვანო. ვაიმე. მეც აღარ გამოვდივარ. ვიჭედები. უკვე ვიჭედები. გამოჩხენი. შენ, კაცური კაცი.
მე მგონი სიტუაცია გართულდა. დაუყოვნებლივ გადახე ქვევრი. საქმეს უნდა მივხედო. ქვეყანა მაქვს ასაშენებელი. ეს ქვევრი არ გატყდება. ეგ ერთადერთია რაც გადამირჩაო. რას ქვი არ გატყდებო? დაუყოვნებლივ გაგვატეხინე ეს ქვევრი სანამ რეზინის სეტყვა არ მომიყვანია და ვენახი არ შემიწამლიათ სამსადენი გაძვით. ვერაფერსაც ვერ დამინტვრებთ. მაგასა მერე მთელი ქვეყანა გაიგებს დაზარალებული კაცსაო, ქვევრი გაუტეხեցო. თანაცა ხომ არ გავიწყდება თქვენა რომ არჩევნები მოდის. ვაიმე ვანო, დავიღუპეთ. ელექტორატს კარგავთ. გიგა მომეყვანეთ სასწრაფოდ. რამეს მოიფიქრებს ის? უკიდურესად რთული სიტუაცია. ასეთი რამ ჩემს მდიდარ პრაქტიკაში ჯერ არ შემხვედრია. წარმოგიდგენიათ, მავალმა ქვევრმა ადამიანის თანთქა. ეს რა უბედურება? ამ მეთოდით ედიკა გამოვიყვანე კანცელარიიდან და ამ კაცს კი სამწუხაროდ ვერაფერი ვერ მოუხერხე. მეტი აღარ შემიძლია. აღშფოთებული ვარ, მეც ადამიანი ვარ, გამიგეთქოც. ჰოდა ეთნოს მანდა. ბატონებო, ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინდათ და მე ერთი უბრალო ბოკერია ვარ. ღმერთი კი არა სასწავლი რომ მოვახთინო. ბეთი სარგებელი გოგი. შენი მიშა ხალხს რაღა უთხრათ რა სიტყვია რომ გაიგებენ მიშა ქვევში გაიჭედაო მუჰა ეგ რა კითხვებია აბა რა თმიდა ამდე ტელევიზიებს რო ვინახავ აი ახლა ავაგორე პიარს მე ხომ ერთადერთი პრეზიდენტი ვარ რომელიც ახლა უკვე ქვევრიდან მართავს ქვეყანას თანაც როგორც მოიხსენება ღვინო და ქვევრი არის ჩვენი ქვეყნის გენეტიკური კოდი აბა საქართველოს პრეზიდენტმა თანადგომა გამოუცხადა გაჭირვებულებს. მიატოვა რეზიდენცია და საცხოვრებლად ქვევში გადავიდა. ქვევში მყოფი პრეზიდენტი ეწვია ნატოს გაფართოებულ სამიტს. პრეზიდენტმა გუშინ გახსნა საფხილავო ტრასა ზემო აჭარაში. გვიან ღამით კი პრეზიდენტი შეხვდა ანაკლიის ბანაკის პატრიოტებს. ამ მოვლენების პარალელურად ტარდებოდა NDI-ის სოციოლოგიური კვლევა. გაგაცნობთ მის შედეგებს. 80% აცხადებს, რომ პრეზიდენტის მუშაობა ქვევში ბევრად უფრო ეფექტურია. 5% ამით უკმაყოფილოა. 15% კი არაქალიშვილს ცოლად არ მოიყვანს. ახლა კი რეკლამა. საქქვევრ მშენი გთავაზობთ წითელი თიხისგან დამზადებულ სამოთახიან ქვევრებს პრესტიჟულ უბანში. აბა დახურულ სივრცეში ისა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წესები. ჯერ დარწმუნდით, რომ სივრცე აბსოლუტურად დახურულია. არ არის დახურული. ხვრელი აქვს. ხვრელი თუ ხვრელუკა. მიშა, ახლა შენ წარმატების პიკში ხარ. ხომ რა ჯობებს ადლიერ ერს სამუდამოდ ესეთი დაამახსოვრე, ჰა? მე ფიქრობ, მოცია ჯობებს. აი ეს მომწონს, არაჩვეულებრივია. მოიცა გიგა, რა საკეთებ? მე ეს არ მიგულისხმია. შენ რა გიგულისხმია? ეგ მე არ მაინტერესებს. მორჩა? დავათავდა. სენსაციური მოვლენა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ღვაწლის გამო უკვდავყო და სამუდამოდ თაობებს შემოუნახა. Everybody's heard about the bird. Bird's a winner when a bird. შემოდებო და ძმებო. ამაყოდებს შრომელო სინგაპურელებო. ეს 8 წელი წინა მთავრობის მიერ დანგრეული ეკონომიკის, პოლიციის, განათლებისა და ჯანდაცვის აშენებას და კორუფციის აღმოფხვრას მოვანდომე. პირობას გაზნებთ, რომ მომდევნო 8 წლის მანძილზე სინგაპურს ჩვენ დროის ყველაზე წარმატებულ ქალაქად გადავაქცევ. მაშასე, დღეიდან იწყება სინგაპურის ხაშურიზაცია.